მეგობრებო, ჩვენ ვისწავლეთ პოლიტიკის შეფასება, რო ვთქვათ, ჰოლივუდის ფილმებიდან რა. და ჩვენ წარმოდგენაში სამწუხაროდ ეროვნული იდენტობები ისტორიის ფურცლებში კი არ ვეძიეთ, არამედ ვეძიეთ ჰოლივუდის ფილმებში. თუ მაგალითად აქამდე საბჭოური ფილმები ვიყავით, მონუსყულები, ხო? იქ რაღაცა ძველი საბჭოთა ფილმები რო არის, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და მეებს რა ქვია, გლეხებს რო დაუთავებული საავჭკები რო აცვიათ, როცა ჩაისო ყველაფერი. აი ესეთ ფილმებზე რო გავიზარდეთ, მე გავიზარდეთ ისეთ ფილმებზე, რომ თითქოს ამერიკელები ჩადიან სადღაც, ესე იგი, დიქტატურის ქვეყანაში და იქ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ახდენენ რევოლუციებს და თავზე ხელახებული რემბო და ასე შემდეგ. ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და ზოგადად საზოგადოებრივი შეხედულებები სახელმწიფო მოწყობაზე და მსოფლიო პოლიტიკაზე გაჯერებული არის აი ამ ნარატივებით რა. ადრე თუ იყო საბჭოთა ნარატივი, ეხლა არის დასავლური ნარატივი და რაც უფრო ადრე გამოფხიზლდებით და შედეგია, ხო ხედავთ, აი რა ხელშეკრულება გაუცაჯეროს უკრაინას და გარდა ამისა, თუ ამას ხელს არ მოაწერს, პარალელურად დაუგორეს კორუფციული სკანდალი. ხა აქამდე არ იცოდნენ, რომ იქ ამ დიდ ომში ფულიც ვიღაცა იიპარავდა და ასე შემდეგ. მეცაც ასახელებენ, რომ ვაშინგტონ პოსტი და ვიღაცები წერენ, რომ იცი რა, ზოგიერთ ჩანაწერში ზელენსკიც ფიგურირებს. პირდაპირ შანტაჟი მიდის, რომ თუ ამას არ იზავ, მე როგორ ფინანსური აუდიტი შემოვალ და შეიძლება ისე მოხდეს, რომ შეიძლება ქვეყანაში მოკლედ ომის გმირის მანტია შეიძლება ერმა თვითონ გაგხადოს.